პირად ცხოვრებას კარიერა ამჯობინეთ? რაღაც გაგებით კი. გინანიათ ეს? მე არ მინანია, ჩემი მეუღლე ნახობს. მას ექნება დისკომფორტი, ძირითადად იმით, რომ ძალიან დიდ დროს ვატარებ სამსახურში. და ეს დიდი სიყვარულიც პროფესიამ გაპოვნინათ. დიახ, პროფესიამ გაპოვნინა, ჩემი ამჟამინდელი მეუღლე, ჩემზე უმცროსია. მე როცა უკვე ექიმი ვიყავი კლინიკაში, ის მოვიდა მაშინ ინტერნატურა ერქვა, სტაჟიურად ასე ვთქვა. შეხედეთ და ერთი ნახვით შეგიყვარდათ? თითქმის. დიდხანს გაწვალათ, სანამ საფასუხო გეტყოდათ თუ თავიდან არა, რაღაც ეს ის ბედნიერი შემთხვევა იყო, როდესაც ურთიერთგანწყობები და სიმპათიები ერთმანეთს დაემთხვა. ეჭვიანი იყავით? ზომიერად. გამოხატავდით ამ ზომიერ ეჭვიანობას თუ არა? გულში ეჭვიანობდი, მაგრამ ცდილობდი არ გამომეხატა. ქალებს უფრო უჭირთ ხოლმე ეჭვიანობის დაფარვა. მით უმეტეს ლამაზ ქალ პაციენტებზე, ხო არ უეჭვიანია? ეჭვიანობა არ მისულა იმ საზღვრამდე, რომელიც გამხდარიყო განჯის თემა, მით უმეტეს კონფლიქტის თემა. ბზარი გაჩენილა ურთიერთობაში, თუნდაც ისეთი, როდესაც გიფიქრიათ, რომ ხო არ ჯობდა, რომ ცალ-ცალკე გეცხოვროთ და დაშორებულიყავით? არა, არც ერთხელ არაჩვეულებრივი მეუღლე ყავს, ძალიან სასიამოვნო პიროვნება, კარგი ოჯახიდან და რაც მთავარია, მან შექმნა ოჯახში ის სითბო და სიყვარული, რომლის გარეშეც მე ვერ შევძლებდი, რომ პროფესიაში წარმატებული ყოფილიყავი. ერთადერთი ბზარი, რაც ჩვენ შორის არის, ისევ უკავშირდება ჩემ სამსახურში ძალიან დაკავებულობას. ხშირად, განსაკუთრებით ახლა კოვიდის დროს მესმის ამბობს, მაგრამ მაინც აპროტესტებს. ეს არის ყველაზე დიდი ვთქვათ, მიზეზი ჩვენ შორის. რაზე შეიძლება იკამათოთ? რაზე შეიძლება ვიკამათოთ, ან ზოგჯერ ერთმანეთს გავებუტოთ, მაგრამ როგორც ჩანს, ეს მაინც ის მიზეზია, რომელიც ძალიან სერიოზული არ არის. ერთი პროფესია წყვილს აახლოებს თუ უფრო მეტი სირთულე მოაქვს? არა, კომფორტია უფრო. უფრო მეტი საერთო გაქვს, უფრო გაახლოებს, ხშირად ვსჯელობთ პაციენტებს, ერთმანეთს უზიარებთ, ვარჩევთ. არა, კომფორტულია. კარგი ქმარი ხართ? მე მიმაჩნია, რომ კი. ჩემი მეუღლე როგორ ფიქრობს, არ ვიცი. თუმცა ვიცი, რომ მეუღლეს ანებიურებთ და საზღვარგარეთაც ხშირად მოგზაურობთ. ხშირად ძალიან ჯერ ერთი ძალიან უყვარს მოგზაურობა და ისტორიული ადგილების ნახვა და ძალიან დიდ სიამოვნებას იღებს აი ამ უცხოეთში მოგზაურობიდან, ისეც, რომელსაც მე ვერ ვიღებ, მაგალითად. მეც ვიღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ არა. და ხშირად მოგზაურობდით, მათ შორის ხონია ეგზოტიკური მოგზაურობებიც, მაგალითად, მალიორკას კუნძულზე და სხვაგან. იყო გამორჩეული მოგზაურობა, რომელიც განსაკუთრებულად დაგამახსოვრდათ. ის რაც ძალიან სერიოზულად დაგვამახსოვრდა, ეს იყო ჩვენი გზავრობა ვენაში, სპეციალურად გავემგზავრეთ ვენაში. ეს ჩვენი დიდი ხნის ოცნება იყო და ავიხდინეთ, რათა დავსწრებოდით ცნობილ ვენის ფილარმონიის საახალწლო კონცერტს. ეს იმართება ეგრეთ წოდებულ Music Variation-ში, ანუ ოქროს დარბაზში. მიმაჩნია, რომ ერთხელ ყველა უნდა სცადოს ამ კონცერტზე მოხვედრა. იქ არის უნიკალური ატმოსფერო. რამდენი წლის იყავით ოჯახი რომ შექმნით? 50-ის. 50-ის. საქართველოში ამას გვიან დაოჯახებას ეძახიან. გინანიათ ეს? არ მინანია, იმდენად ბედნიერად ვგზნობ თავს მეუღლესთან და იმდენად მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს ქალბატონი შემახვედრა, რომ ადრე დაოჯახებულიყავი, ვინ იცის, ვინ შეხვდებოდა. ასე რომ საბოლოო ჯამში ის რომ გვიან დაოჯახდი, ამის კომპენსირება მოხდა სწორი არჩევანით და ჰარმონიული წყვილის შექმნით. მესამე წევრის შემატების სურვილი ოჯახში გქონდათ? კი, ქონია, მაგრამ რიგი მიზეზების გამო, თუნდაც ცოტა დაგვიანებული ქორწინების გამო, ამისი, ვთქვათ, რეალიზება ვერ მოახერხა. შვილზე ოცნებობდით? დიახ, მაგრამ რეალურად ვერ მოხერხდა.